მოგესალმებით, როგორც უკვე ვატყობ, ჩვენ უკვე ლაივზე ვართ, თუმცა ტრადიციულად, რა თქმა უნდა, რამოდენიმე წუთი დაველოდოთ, რათა შემოგვიერთდნენ ჩვენი ერთგული მსმენელები და მაყურებლები. შეგვიძლია უკვე პრინციპში დავიწყოთ და ჩვენი ერთგული მსმენელები და მაყურებლები უკვე ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ჩვენი ტრადიციული Facebook Live იწყება, რომელიც მშობლისკივრის ეგიდით ტარდება და მაგ ჯორჯიას ინიციატივით ხორციელდება. დღევანდელი ჩვენი თემა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოები და ეს წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, ვინაიდან გაერო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის, ასე ვთქვათ, მოტოდან გამომდინარე, არაფერი ჩვენს გარეშე, რომელიც გულისხმობს შიშველ პირთა ჩართულობას მათთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, სწორედ რომ ითვალისწინებს შიშველ პირების ჩართულობას, მონაწილეობას და საბჭოების სწორედ წარმოადგენს ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, ბერკეტს აღნიშნული უფლებების რეალიზებაში. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ჩვენ მოვიწვიეთ სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მარიამ მახარაძე. მარიამ, მოგესალმები. გამარჯობა. მადლობა რომ გამონახედრო და დღეს ჩვენთან ერთად ხარ მიუხედავად შენი დატვირთული გრაფიკისა. მოგესალმებით, მეც და მივესალმები ჩვენს მაყურებელს. პირიქით თქვენ მადლობა ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. იმედი მაქვს, რომ ძალიან პროდუქტიული ლაივი იქნება და ყველას მინდა მადლობა უთხრა ვის პარასკევს საღამოს 8 საათზე ჩვენთან ერთად არის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საინტერესო ინფორმაციას და გამოსადეგ ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს მაყურებელს. მზად ვარ უპასუხო თქვენ შეკითხვებს. კი ბატონო, მადლობა მარიამ კიდევ ერთხელ და მარიამ, მოდი დავიწყოთ და მე უბრალოდ ჩვენს მაყურებლებს შევახსენებ, რომ შეუძლიათ ლაივის მსვლელობისას დასვან შეკითხვები კომენტარის ველში, ასე ვთქვათ, მოგვაწოდონ თავიანთი შეკითხვები, რომლებსაც აუცილებლად გავაჟღერებ. შევახსენებ ჩვენს მაყურებლებს, რომ ჩვენ ჟესტურ ენას თარგმნას უზრუნველყოფს ლეკუნა ჯაფოშვილი. ლეკუნა, მადლობა ამისათვის კიდევ ერთხელ. მარიამ, პრინციპში პირველი კითხვა დავიწყოთ იმით, რომ ჩვენს მსმენელებს, ჩვენს მაყურებლებს გავაცნოთ სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურა, საქმიანობა და ასე შემდეგ, რომ ასე ვთქვათ, ბოლომდე ინფორმირებული იყვნენ თუ რას წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატი. მადლობა მარიკო. პირველ რიგში ვიტყვი, რომ სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რაც ნიშნავს, რომ მისი გარანტიების კონსტიტუციით არის გარანტირებული უფლებამოსილები. მისი როლი ზოგადად დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სახალხო დამცველი ზედამხედველობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას, ავლენს უფლებადარღვევებს, გამოტოვებს, რაც უფლებების რეალიზაციას ახლავს თავსთან და მუშაობს იმისთვის, რათა ხელი შეუწყოს როგორც დარღვეული უფლებების აღდგენას, ასევე ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახალხო დამცველის საქმიანობა არის დამოუკიდებელი და არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს მის საქმიანობაში. მოკლედ შევხედე ომბუდსმენის მანდატს და სტრუქტურას და ძალიან მოკლედ ჩვენს დეპარტამენტსაც გეტყვით, რომ მაყურებელს შეექმნა შტაბ-ერთილება რას ვაკეთებთ.
ომბუდსმენი როგორც აღნიშნეთ ზედამხედველს ადამიანის უფლებების დაცვას აქვს სხვადასხვა მექანიზმები ამისთვის. ეს არის კონკრეტულად საჩივრების განცხადებების შესწავლა, არა მხოლოდ განცხადებების შესწავლით, არამედ ჩვენი ინიციატივითაც ვიწყებთ საქმეებს. ასევე ეს არის რეკომენდაციების წინადადებების შემუშავება, ყოველწლიურად წარადგენს სახალხო დამცველი ასევე პარლამენტში ანგარიშს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, პრობლემების შესახებ, ასევე სხვათა შორის პროგრესის შესახებ, რაც ქვეყანაში განხორციელდა. ასევე სახალხო დამცველს შეუძლია მიმართოს პარლამენტს დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვის მიზნით. აქვე გაგიზიარებთ ერთ-ერთ რაც შედის ჩვენს მანდატში, ერთ-ერთი არის ზუსტად ის, რომ ნორმატიული აქტების შესაბამისობა კონსტიტუციით გათვალისწინებული მეორე თავთან და ერთ-ერთი ბოლო წარმატებული საქმე რაც იყო, სულ ერთი თვის წინ შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება რის შემდეგაც იმ შიშმა პირებს, რომლებიც დასაქმებულები არიან საჯარო სამსახურში, უკვე აქვთ აღარ შეუწყდებათ სოციალური პაკეტის მიღების უფლება და სწორედ ამაზე ჩვენ გვქონდა ჯერ კიდევ 2017 წელს რეკომენდაცია და შემდეგ საკონსტიტუციო სარჩელით მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წელს და შედეგი დადგა სწორედ ის, რომ უკვე შიშმა პირებს შეუძლიათ მიიღონ კუთვნილი სოციალური პაკეტი. ეს არის ერთ-ერთი ბოლო მაგალითი ჩვენი მანდატის გათვალისწინებული გამოყენების. რაც შეეხება სტრუქტურას, სახალხო დამცველს ყავს 3 მოადგილე, რომელიც კურატორობას უწევენ თემატურად დაყოფილ დეპარტამენტებს და სამმართველოებს. მათ შორის არის ჩვენი დეპარტამენტი, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი, რომელიც 2015 წელს შეიქმნა, თუმცა მანამდე 2008 წლიდან ფუნქციონირებდა შიშმოყრთა უფლებების დაცვის ცენტრი. დეპარტამენტი განიხილავს საჩივრებს, ასევე საკუთარი ინიციატივით ვიწყებთ საქმის შესწავლას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობთ გაეროს შიშმოყრთა კონვენციის პოპულარიზაციას, მართავთ საინფორმაციო შეხვედრებს და მუშაობთ ცნობიერების ამაღლებაზე, შევისწავლით შიშმოყრთა პრობლემებს, ადვოკატირებას უწევთ, ჩართული ვართ პოლიტიკის დოკუმენტების განხილვაში და რა თქმა უნდა, ვლობირებთ ამ დროს შიშმოყრთა უფლებებს და ინტერესებს, ვახორცებთ მონიტორინგებს და ყველა ის არასრული ეს ჩამონათვალე, რასაც შიშმოყრთა დეპარტამენტი ახორციელებს. ასევე გავაჟღერებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა შიშმოყრებთან, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი. მარიამ, როგორც ყოველთავად ცნობილია, სახალხო დამცველთან არსებობს შიშმოყრთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭო. გთხოვ რომ გითხრა პირველ რიგში რამ განაპირობა ამ საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, საიდან წამოვიდა ეს იდეა და რა იყო ამისი მიზეზი? კი ბატონო, მარიკო, აი შენ შეხვედრის დასაწყისში ახსენე, რომ არსებობს ესეთი პრინციპი, არაფერი ჩვენს გარეშე ჩვენს შესახებ და ეს რას ემსახურება, ეს რას ნიშნავს, რომ შიშმ პირები თავად უნდა იყვნენ ჩართულნი პროცესში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რადგან მათ ყველაზე კარგად იციან, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევები მათ წინაშე და სწორედ ეს ჩვენი საბჭოც ძალიან გრძელი სახელი აქვს ჩვენ საბჭოს და ჯერ სრულად ვირთყევთ და შემდეგ შემოკლებით საბჭო დაუძახოთ. ეს არის სახალხო დამცველთან არსებული შიშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის დაცვის და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო. საბჭო შეიქმნა 2015 წელს. მანამდე 2015 წელს და მას შემდეგ ძალიან აქტიურად მუშაობს. დეტალურად შემდეგ ალბათ ვისაუბრებთ ამაზე. მისი შექმნის მიზეზი იყო შიშმ პირთა და შიშმ პირთა ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა, რათა ერთად განგვესაზღვრა ის მიმართულებები, რაც ხელს შეუწყობდა შიშმ პირთა უფლებების დაცვას, ასევე კონვენციის პოპულარიზაციას, კონვენციის იმპლემენტაციას. შიშმ პირებმა, როგორც უკვე აღნიშნეთ, ყველაზე კარგად იციან მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის სათათბირო ორგანო, რომელიც
იკრიბება მინიმუმ 3 თვეში ერთხელ, თუმცა უფრო ხშირადაც შეგვიძლია, რა თქმა უნდა, და ჩვენი საქმიანობის შესახებ, ჩვენს ყოველი სხდომის შესახებ ინფორმაცია მოცემულია სახალხო დამცველის ვებგვერდზე. 2021 წელს ამას აღნიშნავს, რომ აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების ორგანიზაციამ გააკეთა ანგარიში, შეადგინა ანგარიში და თავად შიშუმ პირებმა და ორგანიზაციებმა დაასახელეს საბჭო ყველაზე კარგად მოქმედ საბჭოთ, შიშუმ პირთა საბჭოთ ქვეყანაში და ძალიან გვახარებს ეს ფაქტი, თუმცა კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. კი ბატონო, მადლობა. მარიამ, გთხოვ, რომ დეტალურად წარმოგვიდგინო საკონსტიტუციო საბჭოს სტრუქტურა და ვინ შეიძლება რომ ვინ შედიან მის შემადგენლობაში. კი ბატონო, საბჭოს შემადგენლობა არის მრავალფეროვანი. მას შედის სახალხო დამცველი, რა თქმა უნდა. მისი მოადგილე, სწორედ ის მოადგილე, რომელიც მათ შორის ჩვენ დეპარტამენტის საქმიანობას, კურატორობას, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. აქ მინდა აღვნიშნო, რომ სახალხო დამცველის აპარატში არა მხოლოდ ჩვენი დეპარტამენტის წარმომადგენელია ამ საბჭოში, არამედ ის დეპარტამენტები, რომელთანაც ძალიან ხშირად გვაქვს გადაკვეთა ჩვენ საქმეებზე მუშაობისას, იმიტომ რომ როგორც იცით, შიშუმ პირთა უფლებები არის ძალიან კომპლექსური და არ მოიცავს მხოლოდ ერთ მიმართულებას და ჩვენ საქმიანობის ფარგლებში ძალიან ხშირად სახალხო დამცველის სხვადასხვა დეპარტამენტებთან გვაქვს ერთად განვიხილავთ საქმეებს, ანგარიშების მომზადებაშიც ერთად გვიწევს მუშაობა. ამიტომ საბჭოშიც შედიან წარმომადგენლები, მაგალითად ბავშვთა დეპარტამენტის წარმომადგენელი, პრევენციის მექანიზმის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელი, გენდერის. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სამმართველოების უფროსები, რომლებიც ლოკალურ დონეზე გვაწვდიან ინფორმაციას, რა გამოწვევებია, რა პრობლემებია და ასევე გვეხმარებიან მე უკვე აქტივობების განხორციელებაში მთელი საქართველოს მასშტაბით. და რაც თავარია, როგორც ვახსენეთ, რისთვისაც არის ეს საბჭო შექმნილი, შიშუმ პირები, შიშუმ პირთა ორგანიზაციები, აქტივისტები, ამჯერად ჩვენი დებულებით 10 კანდიდატის მოწვევა შეგვიძლია. ამ პერიოდში ამ მოქმედ საბჭო გვაქვს ახალი დამტკიცებული. ჯერ მხოლოდ ერთი ეს ხდომა გქონდა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი სამუშაო გველის წინ. ახლა ვარ 17 წევრი გვყავს. ასევე აქვე ვიტყვი, რომ საბჭოს მოწვეული წევრების უფლებამოსილება განისაზღვრება 2 წლით. და შემდეგ ალბათ ვისაუბრეთ როგორ შეიძლება გახდნენ შიშუმ პირები ჩვენი საბჭოს წევრები. ხო, ასე ვიტყვი, რომ ორგანიზაციებიც ყავს, გარდა შიშუმ პირებისა, კერძო შიშუმ პირებისა, ყავს შიშუმ პირთა ორგანიზაციები და ერთ აღვნიშნავ ასევე სხვადასხვა შეზღუდვის მქონე შიშუმ პირები შედიან ამ საბჭოში, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, სხვადასხვა ტიპის შეზღუდვის პირებს სხვადასხვა სახის გამოწვევები შეიძლება ჰქონდეთ და მგონია რომ ძალიან მრავალფეროვანი შემადგენლობაა, ამიტომ ძალიან ბევრი იდეები არის ყოველთვის, რაც ფიქსირდება ასევე განსხვავებული მოსაზრება და ყველა მოსაზრება ჩვენს ოლქში და ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი სამუშაოა. კი ბატონო. და ბარემ ამ კითხვას მივაყოლოთ, რომ როგორ ხდება საკონსტიტუციო საბჭოს დაკომპლექტება და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ საბჭოს კანდიდატობის წევრები. ახლა დაწუნებული ვარ, რომ ბევრი შიშუმ პირი გვისმენს და ამიტომ დეტალურად რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ შემდგომში გახდნენ საბჭოს წევრები, თუ რა თქმა უნდა დააკმაყოფილებენ კრიტერიუმს. კი ბატონო, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი დაინტერესდება ჩვენი ლაივის შემდეგ და ბევრი მიეწოდება ინფორმაცია და გამოთქვამს სურვილს, რომ გახდეს ჩვენი საბჭოს წევრი და იქნებ წაადგეს, ან შეიძლება სხვა საბჭოს წევრი, იმიტომ რომ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში და მუნიციპალიტეტებში არის საბჭოები და მათი ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება ჩვენ საბჭოს დაკომპლექტების პროცესს, მოწვეულ წევრებზე ვისაუბრებ, იმიტომ რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე ვისაუბრებ. საჯაროდ ვაცხადებთ საბჭოს დაკომპლექტების შესახებ, რომ მივიღოთ განაცხადები. როგორც გითხარით, თუ ახალხანს უკვე დასრულდა ბოლო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი. განაცხადი, როგორც ჩვენ გვერდზე ქვეყნდება, ასევე ვავრცელებთ ყველანაირი საშუალებით, რომ შიშუმ თემშიც და სოციალურ და ვინც თვალს ადევნებს, ასე ვცდილობთ, რომ მივაწვდინოთ ყველას ხმა. ახლა რაც შეეხება თვითონ განაცხადს ნამდვილად ერთოდეს კანდიდატის სამოტივაციო წერილი,
ან სარეკომენდაციო წერილი, რომელშიც დასაბუთებული იქნება, ანუ რატომ უნდა მოყვანილი იქნება რატომ უნდა ჯერ ჩვენ საბჭოში გაწევრიანება, ასევე რა გამოცდილება აქვს, გამოცდილებას ვითხოვთ 2 წლიან გამოცდილებას ამ სფეროში მუშაობის, თუმცა აი ეს გამოცდილების დადგენა ცალკე საკითხი არის. შეიძლება ნებისმიერი დოკუმენტის დაადგინოს, წარმოქმნილი მასალა, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მომზადებული დოკუმენტი, ან კვლევა, ან სტატია, ან გაფორმებული ხელშეკრულება, შეიძლება შრომით ხელშეკრულებით იყოს ადმე დასაქმებული ვიდეო ჩანაწერი, ფოტომასალა, ნებისმიერი დოკუმენტი, რაც ადასტურებს, რომ ამ პირს აქვს 2 წლიანი გამოცდილება. ასევე შეიძლება იყოს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა წარმომადგენელი ორგანიზაცია, რომელიც დარეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აქვე აღნიშნავ, რომ ინტერესთა კონფლიქტით შეიძლება არსებობდეს და აი ეს რომ გამოვრიცხოთ, აი ეს არ უნდა იყოს სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებულ პროგრამების ფარგლებში მომსახურების მიწოდებელი ორგანიზაცია. ეს რას ნიშნავს, რომ როგორც ვიცით, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტებში, ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე გვაქვს პროგრამები, რომელსაც ახორციელებენ, აი მაგალითად, დღის ცენტრის პროგრამა მაგალითად, და აი არ უნდა იყოს ისეთი პროგრამა, რომელიც შეიძლება ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს, რომ მისი ინტერესების ლობირება არ მოხდეს. სწორედ ამიტომ გვაქვს ეს ჩანაწერი. ასევე 2 წლიან გამოცდილებას ვისხოვთ ორგანიზაციებისგანაც, დადასტურებათაც პირველ რიგში ამონაწერი, რა თქმა უნდა, და განმახორციელებელი აქტივობები იგივე, ანუ ნებისმიერი დოკუმენტი, რაც ადასტურებს, რომ აქტივობას ახორციელებენ. ასევე შეიძლება იყოს საერთაშორისო ორგანიზაცია, ან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ექსპერტი, რომელსაც ასევე 2 წლიანი გამოცდილება აქვს. და იმისთვის, რომ გახდეს ჩვენი საბჭოს წევრი, უნდა მოგმართოს განცხადებით, როგორც კი სამოტივაციო წერილით, ან სარეკომენდაციო წერილით, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, საბჭო განიხილავს, აქვე ვიტყვი, რომ საბჭოს წევრობა არ არის ანაზღაურებადი, თუმცა ვფიქრობ, რომ აი ძალიან მინდა მარიკო ჩვენს გავიზიაროთ ეს გამოცდილება, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ გამოცდილებას შეიტანს პირის საბჭოში მუშაობით, აგრეთვე წევრს აქვს გარკვეული ვალდებულებები, აქვე დავამატებ, მან არ უნდა გაამჟღავნოს საბჭოს საქმიანობის პროცესში მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია, შეიძლება ეს მოხდეს, რომ გაჟღერდეს. და აი აქვე მინდოდა შენთვის მეთხოვა, რომ იმ შიშმო პირებს, რომელსაც დავაინტერესებთ ჩვენი საბჭოს საქმიანობით, შენი გამოცდილებაც რო გააცნო, რა გამოცდილება მიიღეთ ჩვენ საბჭოს. დიდი სიამოვნებით, მარიამ, ვინაიდან რადგანაც მიმაჩნია, რომ ამ საბჭოში, ასე ვთქვათ, მუშაობამ ძალიან დიდი გამოცდილება, мотиваცია მომცა. მე ვიყავი 3 წელიწადნახევარი საკონსტიტუციო საბჭოს მოწვეული წევრი, ზედიზედ 2 ჯერ მივიღე მონაწილეობა და 2 ჯერ არჩეული ვიქენი. და ეს არის ნამდვილად ის შესაძლებლობა, რომ როგორც აქტივისტმა, როგორც აქტიურმა მოქალაქემ, ასე ვთქვათ, შენი კონტრიბუცია ჩადო და ასე ვთქვათ, მონაწილეობა მიიღო რაღაცა გარკვეული ცვლილებებში. ეს იყო საინტერესო და ასევე ჩვენ მქონდა შესაძლებლობა, რომ მოკეთ საბჭოს მუშაობა შენ ახსენე, აქ არის ვინ საბჭოს, ასე ვთქვათ, კოორდინირება უწევს დაახლოებით ერთი თვით ადრე აგზავნის, ასე ვთქვათ, მეილს, სადაც უთითებს, რომ ჩვენთვის ყველაზე აქტუალური და ასე ვთქვათ, საინტერესო საკითხები მივაწოდოთ, რომელიც ასე ვთქვათ, დღის წესრიგში შეიტანება და აქ ასე ვთქვათ, უამრავი საკითხები იყო, რომელიც შემდეგ განხილულ იქნა ამ საბჭოს ხდომაზე, იყო ასევე შეხვედრები, რომელიც საბჭოს წევრების ინიციირებით იქნა, ასე ვთქვათ, დაგეგმილი. ასევე ეს არის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაში ან რეკომენდაციის გაწევაში მიიღო მონაწილეობა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, დოკუმენტი, რომელიც იყო, ეს იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
საქართველოს კანონის პროექტი, სადაც ასე ვთქვათ, საბჭოს ერთობლივი, ასე ვთქვათ, რეკომენდაციების შენიშვნები გაგზავნილი იქნა, რომელთაგან ნაწილი გათვალისწინებული იქნა, ნაწილი სამწუხაროდ არ იქნა გათვალისწინებული. ნუ მოკლედ ყველას, ვინც ახლა გვისმენს, მთელი გურით ურჩევ, რომ მონაწილეობა მიიღოს შემდგომ კონკურსში, ვინაიდან ეს არის, ასე ვთქვათ, ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენეთ. მინდა გითხრათ. მადლობა მარიამ, რომ ამის საშუალება შესაძლებლად მომეცი და ეს კითხვა რო დამისვი მე. კარგი, მაშინ მარიამ, მოდი მაშინ ისიც მოვახსენოთ, რა უფლებამოსილება გააჩნია, რომ გქონდეთ წარმოდგენა, აი ვთქვათ, იკრიბება საბჭო, საკითხების განხილვა ხდება და შემდეგ რა. ანუ მე კი ვახსენო რაღაცები რეკომენდაციები მიდის შესაბამის ორგანის სახელმწიფო უწყობებში, მაგრამ აი დეტალურად რომ მოვახსენოთ ჩვენ მსმენელებს და დაინტერესებულ პირებს. მადლობა მარიკო, შენი გამოცდილების გაზიარებისთვის. ვფიქრობ ძალიან კარგი სიტუაცია იქნება, რომ შემდეგში მიიღონ შიშომ პირებმა, ანუ ორგანიზაციებმა მონაწილეობა კონკურსში, უბრალოდ განაცხადი გამოვაგზავნონ უბრალოდ და იმდენად კარგად ისაუბრე საქმიანობაზე, რომ მე მგონი უკვე ყველაფერი თქვი, მაგრამ დავამატებ მაინც. საბჭოს საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე, როგორც ვთქვით, ეს არის ანუ აქ სასათქმულო ორგანო, რომელიც ერთად განსაზღვრავთ თუ რა უნდა მოიმოქმედოს სახალხო დამცველის დეპარტამენტმა იმისთვის, რომ უფრო უკეთესი გახადოს შიშომპირთა უფლებრივი მდგომარეობა. ეს ძალიან ზოგადად რო ვთქვათ, კონვენციის პოპულარიზაციის მიზნით მათ შორის პირველ რიგში ეს არის პრიორიტეტების გამოკვეთა, გამოწვევების პრიორიტეტების დასახვა. თვითონ შიშომპირებისგან და ორგანიზაციებისგან ვიღებთ ინფორმაციას თუ რა არის ამ ეტაპზე ყველაზე კრიტიკული, საიდან შეიძლება დავიწყოთ და იმის მიხედვით ვაკეთებთ ვადგენთ გეგმას. განსახორციელებული აქტივობების შესახებ, ასევე განვიხილავთ, შეიძლება კვლევა ჩავატაროთ, მაგალითად გვიჩვენთ, რომ კვლევის ჩატარება, ანგარიშის დაწერის იდეა გაჩნდეს, ან რეკომენდაციის, ან ნებისმიერი იდეა, რომელიც ემსახურება იმას, რომ ჩვენი აქტივობები დაიგეგმოს შიშომპირთა უფლებების რეალიზების კუთხით. სამთო შერთხელ ვიკრიბებით მინიმუმ, როგორც გითხარით, ამ მხრივ კოვიდის დროსაც არ გავჩერებულვართ, იყო შეხვედრები ჰიბრიდული ან ონლაინ რეჟიმში და აქვე ვიტყვი, რომ საბჭოს გადაწყვეტილებას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ დააფიქსიროს განსხვავებული მოსაზრება, რომ თოქში აისახება და აი უკვე განხორციელებულ საქმიანობებზე გეტყვით. მაგალითად, ბოლოს, იმიტომ რომ ახლა ახალმა საბჭომ დაიწყო ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა გქონდა და მაგრამ მივხვდით იმისა, რომ ახალია, იმდენად ბევრი და სხვადასხვა მიმართულებით წამოვიდა იდეები, რომ ძალიან დიდი სამუშაო გველის შემდეგი 2 წლის განმავლობაში. რაც შეეხება წინა საბჭოებს, მათი რეკომენდაციების და მათი იდეების მიხედვით ჩვენ გავაკეთეთ მონიტორინგები, საინფორმაციო შეხვედრები, ჩავატარეთ კვლევები, დეტალურად ალბათ შემდეგ ვისაუბროთ და სწორედ როგორც ვთქვით, ამას ემსახურება ჩვენი საბჭო და მუშაობის სტილი ესეთია, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ ერთად ვიკრიბებით, აი ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება რიგარაშე საბჭოც სხვამაც ჩაინიშნოს, სულ გვაქვს ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა, აი დოკუმენტებზე მუშაობა ახსენე, ერთ-ერთი არის სწორედ დოკუმენტებზე მუშაობა, ერთი ყველაზე დიდი ალბათ სწორედ შიშომპირთა კანონმდებლო ახალი კანონის შემუშავება იყო და როგორც გითხარით, ძალიან მრავალფეროვანი არის ეს საქმიანობა, მონიტორინგები, რეკომენდაციები, სპეციალური ანგარიშები, კვლევები, ყველაფერი არის ასევე თითო ანუ ფაქტური кейსები. ხო, აი კონკრეტული იდეა ან ინიციატივა, რომელიც თქვა წამოვიდა საბჭოსგან და შემდეგ უკვე პრაქტიკაში იქნა რეალიზებული.
ძალიან ვისიამოვნებით. ინდივიდუალურ кейსებზე ვამბობდი, რომ ყოფილი შემთხვევები ინდივიდუალურ кейსებიც გაჟღერებულა, რომელსაც შემდეგ ჩვენი დეპარტამენტი სწავლობს. აი რაც შეეხება მაგალითები, წარმატებული მაგალითები, რომ მოვიყვანოთ, აი უფრო ბოლო დროინდელი ალბათ, რაც თვითონ სპენდელისთვისაც და ნებისმიერ ადამიანთვისაც ხელმისაწვდომია და თვითონ შეუძლია რომ ნახოს და გაიცნოს ჩვენ კვლევებს. ერთ-ერთ ბოლოს ვიტყვი. სწორედ საბჭოზე დაიბადა ეს იდეა, რომ როგორც იცით, ერთ-ერთი გამოწვევა არის შეშმპირებისთვის დასაქმების საკითხი და საბჭო მოგვაწოდა იდეა, რომ ჩაგვეტარებინა თემატური შეხვედრები ფოკუს ჯგუფებთან დასაქმების შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ჩავატარეთ ზამთარი გაზაფხულის პერიოდში 10 თემატური შეხვედრა გაიმართა, მათ შორის ექსპერტი იყო ჩართული და სულ რამდენიმე კვირაში, ანუ უახლოს მომავალში გეგმება კვლევის, ანუ სპეციალური ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც ასახავს იმ გამოტოვებს, რომელიც ამ სფეროში არსებობს. აი ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, ასე გავიხსენებ სწორედ საბჭოზე წამოსული იდეა იყო და უკვე ძალიან წარმატებით განხორციელდა. ეს არის ინკლუზიური განათლების შესახებ განხორციელებული აქტივობა. 15 საპილოტო სკოლის მონიტორინგი განვახორციელეთ. რაც შემდეგ შესაბამის ანგარიშში აისახა, დაიწერა რეკომენდაციები და როგორც ვიცით, სახალხო დამცველი იმის შემდეგ რაც ანგარიშებს გამოაქვეყნებს და რეკომენდაციებს გასცემს, შემდეგ ზედამხედველობასაც აკეთებს, როგორ სრულდება ეს რეკომენდაციები. ამის წინ კიდევ ერთი იყო, ასევე დასაქმების პროგრამების შესახებ, კვლევის ჩატარება, კერძოდ ინფორმაციის გამოთხოვა 2019 წლის ანგარიში არის ეს შეშმპირთა დასაქმების კვლევის პროგრამების შესახებ. ესეც სწორედ საბჭოს საქმიანობის ფარგლებში მოხდა და ეს არის რამდენიმე მაგალითი მხოლოდ, რაც საბჭოს საქმიანობის შედეგია და ნებისმიერ პირს შეუძლია ჩვენს ვებგვერდზე გაეცნოს. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი. მე კი ჩემი მხრიდან ვამატებდი, რომ საბჭო აქტიურად, ასე ვთქვათ, იკრიბებოდა და საბჭოს ინიციატივებს აქტიურად, ასე ვთქვათ, პრაქტიკაში ახორციელებდა მაშინ აპარატი, როდესაც COVID პანდემია იყო და სხვადასხვა უფლებამოსილ პირებთან გქონდა შეხვედრები, სამუშაო იყო ეს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, იდეების გაზიარება და მადლობა ამისათვის, ასე ვთქვათ, სახალხო დამცველის აპარატს. და მარიამ, როგორც ვიცი, ასე ვთქვათ, თქვენ ახალ რეგიონებში დადიხართ ადგილობრივი მუნიციპალიტეტთან არსებულ საბჭოებთან, ასე ვთქვათ, აწყობთ შეხვედრას, ასევე აკვირდებით ამ საბჭოს მუშაობას და როგორც ვიცით, წლიურ ანგარიშიც ისახება სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშზე მუნიციპალიტეტთან არსებული საბჭო საქმიანობის შესახებ, ასე ვთქვათ, რეკომენდაციები და ასე შემდეგ და აი როგორ მუშაობს ეს საბჭოები და რა რეკომენდაციებს გასცემდი და ასე შემდეგ. მადლობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ როგორც დავიწყეთ შეხვედრა, ისევ ამ პრინციპს გავიმეორებ, რომ შეშმპირები უნდა იყვნენ ჩართულები მათ ყველაფერი იბაში, რაც მათ შეეხებათ, ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სწორედ ამას ემსახურება მუნიციპალიტეტში არსებული საბჭოები, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა შექმნილიყო ისეთი ორგანოები, ამ შემთხვევაში საბჭოები, რომლებიც იმუშავებენ ლოკალურად იმ პროგრამებზე, რაც არსებობს მათ მუნიციპალიტეტებში. ეს ჯერ კიდევ 2010 წლის მთავრობის ადამიანის უფლებათა სამხედრო გეგმით იყო გათვალისწინებული, შემდეგ 2014-16 წლის გეგმაში, შემდეგ 2018-20 წლის გეგმაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ხედავს ამის საჭიროებას, რომ არსებობდეს საბჭოები და ჩვენს ყოველწლიურად ჩვენ როგორც შენახსენე, საპარლამენტო ანგარიში ვუთითებთ იმ გამოწვევებს და ასევე პროგრესიც მინდა აღვნიშნო, იმ პროგრესაც არის ამ საბჭოების მიმართულებით. აი, გაგაცნობთ მოკლედ ციფრებით რო არ დაგღალოთ, უბრალოდ დინამიკას გეტყვით, წლების განმავლობაში რამდენად შეიცვალა თუნდაც რაოდენობა. აი, 2015 წელს 22 მუნიციპალიტეტში იყო შექმნილი და ნელ-ნელა იზრდებოდა. აი, მაგალითად 16-ში იყო 34 მუნიციპალიტეტში, მე 39-ში. ახლა 2021 წლის მონაცემებით არის 58 მუნიციპალიტეტში შექმნილი ეს საბჭო. ჯერ კიდევ არ არის შექმნილი 5 მუნიციპალიტეტში, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ შეიქმნება. აქვე აღვნიშნავ, რომ მხოლოდ საბჭოს შექმნა
არ არის საკმარისი, რომ მხოლოდ ფორმალურად არ უნდა არსებობდეს ეს საბჭო, მთავარია საბჭოებს დაანალიზებული კონდეთ მათი ფუნქცია, სწორედ მიიტანონ შშმ პირებთან და შშმ პირთა მშობლებთან და ორგანიზაციებთან თუ რისთვის არის ეს საბჭო. და სხვა შორის ზოგმა შშმ პირმა არც იცის რომ ის რაიონში არსებობს ესეთი საბჭო და იმედია ვინც გვიყურებს თბილისშიც არის რა თქმა უნდა თბილისის მუნიციპალიტეტში ვინც გვიყურებს რეგიონებიდან შეიძლება დაინტერესდეს ამის შემდეგ და ყოველ შემთხვევაში ან მიაკითხოს საბჭოებს ან მოიკითხოს რას აკეთებს მისი საბჭო ან შეიძლება წევრიც გახდეს თვითონ საბჭოების აი რო ვთქვათ რომ მხოლოდ შექმნა საკმარისი არ არის აი ჩვენ ყოველ წელიწადში რამდენჯერმე ვატარებთ საინფორმაციო შეხვედრებს სწორედ ამ საბჭოებთან და საუბრობთ ამ საბჭოების მნიშვნელობაზე ფუნქციონირებაზე აი ბოლოს რო გამოვითხოვეთ ინფორმაცია 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში რაც აისახა აი ამ 58 საბჭოდან მხოლოდ 25-ში იყო ჩატარებული სხდომები რაც დაბალი მაჩვენებელია თუმცა აღინიშნოს COVID პანდემიამ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა მიმართულებით არა მარტო ამ მიმართულებით არამედ ზოგადად ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს მაგრამ ვინაიდან ვიცით რომ მუნიციპალიტეტებში ყველას არ აქვს ინტერნეტთან წვდომა და ვერ მოახერხეს დისტანციურ რეჟიმში სხდომების გამართვა, ბევრ მუნიციპალიტეტმა ამის გამო ვერ გამართა საბჭოს სხდომა, თუმცა არიან ისეთი მუნიციპალიტეტები, რომლებიც აქტიურად აგრძელებდნენ მუშაობას და ძალიან მიხარია. საბჭოებზე რაც შეეხება ჩვენ შეხვედრებს, აი რა მინდა წინა კვირის მაგალითი მოგიყვანოთ. როცა ვიყავით ორ მუნიციპალიტეტში, ახლა არ დავასახელებ რომელ მუნიციპალიტეტში. ერთი მუნიციპალიტეტი იყო ისეთი, რომელიც შექმნილია საბჭო, თუმცა არ გაუმართავთ სხდომა და მეორე მუნიციპალიტეტია ისეთი, რომელიც არ არის შექმნილი. და პირველ მუნიციპალიტეტში როცა ვიყავით, სადაც საბჭო არის, ძალიან ბევრი კითხვა დაგვისვეს თვითონ შშმ პირებმა გამგეობის წევრებმა, რომ არ იციან რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა გააკეთონ და თვითონ შეხვედრაზე ძალიან წარმატებითი შეხვედრა იყო, გვესწრებოდნენ შშმ პირებიც, ორგანიზაციებიც, სხვათა შორის და მშობლებიც, ასევე სოცმუშაკი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. იმდენად პროდუქტიული შეხვედრა იყო და იმდენი გამოწვევები ჩამოთვალეს და მათ შორის გადაჭრის გზებიც აი იქვე იმდენი დია წამოვიდა, რომ აი ჩვენი იმედი მაქვს რომ შემდეგ ჩასვლაზე ან შემდეგში რომ გამოვითხოვოთ ინფორმაციას უკვე ექნება ამ საბჭოს დაწყებული ფუნქციონირება, იმიტომ რომ რეალურად რაც უნდა გააკეთონ საბჭოებზე ეს არის, ხო? ან უნდა გამოყონ ის გამოწვევები, ის პრობლემები, რაც არსებობს მუნიციპალიტეტში და შემდეგ იფიქრონ მათი გადაჭრის გზებზე. და აი მეორე შეხვედრა იმ მუნიციპალიტეტში, რომელიც არ არის, რომელშიც ჯერ არ არის საბჭო შექმნილი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე პროდუქტიული იქნება ჩვენი შეხვედრა, იმიტომ რომ თავად შშმ პირებმაც არ იცოდნენ საბჭოს რომ აი შეიძლება ესეთ საბჭო არსებობდეს, სადაც მაგალითად სამთოში ერთხელ მიხვალ და დააყენე პრობლემას. რომ აი ეს პრობლემა ზოგმა არც იცის მუნიციპალიტეტებში არსებული სერვისების შესახებ და ხშირად რეგიონი და თბილისში ჩამოდიან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობდა ეს საბჭო და ერთად დავამატებ ძალიან თუ არ გამიგრძელდა. ახალი კანონის მიხედვით, შშმ პირთა უფლებების შესახებ ახალი კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს აქვს ახალი ვალდებულება. ეს არის ყოველწლიური, არა მარტო მუნიციპალიტეტებს, ხოლმე შორის სახელმწიფო ორგანოებსაც, მაგრამ ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტებზე ვსაუბრობთ, ყოველწლიურად შეადგინოთ შშმ პირთა უფლებების სამოქმედო გეგმები. თავიდან ძალიან დაიბნენ რაც ინფორმაცია თვითონ მოგვაწოდეს, მაგრამ რეალურად სადაც უკვე ეს საბჭო ფუნქციონირებდა, მათ გაუადვილდათ, იმიტომ რომ რაც სამოქმედო გეგმის შემუშავებას და შემდეგ მუშაობას გულისხმობს, ისედაც უკვე ქონდათ დაწყებული საბჭოში. ანუ ეს რა არის, უდა იდენტიფიცირება მოახდინო პრობლემის და შემდეგ ბატერო ამ წლის განმავლობაში რას გააკეთებ. და რეალურად ეს სამოქმედო გეგმები და საბჭოს მუშაობა ერთმანეთთან ძალიან კარგად თავსდება. და ბევრ მუნიციპალიტეტმა კარგად აუღო ამას ალღო, ვიტყვი რომ ვინც მოგვაწოდა ინფორმაცია ყველასგან არ მიგვიღია 37-მა დაამტკიცა სამოქმედო გეგმა მათ შორის აი მეორე საკითხია შშმ პირთა ჩართულობა. ჩვენ ყველას ვეუბნებით შეხვედრაზე, რომ ასევე წლიურ ანგარიშს ავსახეთ, რომ აუცილებელია შშმ პირთა ჩართულობა და ან ორგანიზაციების ჩართულობა და თვითონ შშმ პირების მხოლოდ 27-ში იყო გეგმის შედგენაში, თუმცა
გონია რომ ეს პირველი წელი და 2022 წელს უკეთესურად იგვექნება. და უფრო მეტი შიშომპირი იქნება ჩართული, უფრო მეტი სამოქმედო გეგმა დამტკიცება და არა მხოლოდ დამტკიცება, აქტიურად შესრულდება. კი ბატონო, მეც ამის იმედი მაქვს. მარიამ, ერთი კითხვა და ჩვენი მსმენელი მაყურებელი გვეკითხება, რა დოკუმენტით იხელმძღვანელა სახალხო დამცველმა საბჭოს დაკომპლექტების წესის განსაზღვრისას? ჩვენ გვაქვს საბჭოს დებულება, რომელიც როგორც გითხარით, საბჭო 2015 წელს შეიქმნა და ეს იყო როცა კონვენცია ახალი რატიფიცირებული იყო და გავითვალისწინეთ რეკომენდაციები. მაშინ ჩვენ დეპარტამენტიც ახალი შექმნილი იყო, სხვადასხვა 2015 წელს და მაშინ სახალხო დამცველი იყო კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგზე ზედამხედველი ორგანო, ახლა უკვე აღარ არის. სწორედ სხვა ორგანო შეიქმნა და სწორედ ეს რეკომენდაციები, კომიტეტის რეკომენდაციები იყო იმის საფუძველი, რომ გავითვალისწინეთ აი ამ საბჭოების საბჭოს დებულების შექმნა. თუმცა ამაგის შემდეგ ახალი დებულება დავამტკიცეთ 2019 წელს. და სწორედ ის ხარვეზებიც გავითვალისწინეთ, რაც წინა დებულებაში არსებობდა. ანუ ეს არის მოკლედ რო უპასუხო რეკომენდაციები და უკვე სხვადასხვა სახელმწიფოს არსებული გამოცდილებაც იყო გათვალისწინებული. კონვენციის რატიფიცირებას მოყვა, ესე ვთქვათ. კი ბატონო, მოკლედ მადლობა მარიამ, რომ ჩვენთან ერთად იყავი, რომ გამოგვიყავი დრო და მე კი ვემშვიდობები ჩვენს მაყურებლებს, მსმენელებს. ეს იყო, ასე ვთქვათ, ამ სეზონის ბოლო Facebook Live-ი. წარმატებულ და მშვიდ ზაფხულს გისურვებ და მოკლედ მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა პირიქით და მეც დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს და აქვე მინდა გავაჟღერო ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი 91 ჩვენ მუშაობთ 20 საათის გამომბეჭ ცხელი ხაზი. არა მარტო შიშომპირთა საკითხებზე, შეიძლება სხვა საკითხებზეც გვიყურებდეს მაყურებელი, გაგვირეკეთ და თქვენი განცხადება ან განცხადების შემოტანის ან ნებისმიერი პრობლემა რაც გაქვთ დაუქმდება და დაეწერება შესაბამის დეპარტამენტს. ასევე იმედი მაქვს, რომ მოგაწოდეთ პროდუქტიული და ისეთი ინფორმაცია საჭირო და დაინტერესება გაიზრდება, ჩართულობა გაიზრდება. დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა შენ. ნახვამდის. ნახო.